გამოვიძიოთ ომი, დავკითხოთ გენერლები, დავკითხოთ ტონი დავუწუნოთ და პირდაპირ ეთერშიც გადავცეთ. თან ისე გადავცეთ, რომ მარტო სხვა გენერლებმა კი არ ნახონ ქართველებმა, რუსებმაც ნახონ. იცოდნენ მაინც რა ხდება ქართულ თავდაცვაში, უსაფრთხოებაში. იცოდეს მტერმაც რას უშვებიან ქართველ გენერლებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ და მთავარსარდლის დავალებას ასრულებდნენ. გამოვიძიოთ ომი, ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის თავზე. და რა მნიშვნელობა აქვს ეს ომია, ეროვნული ტრაგედია, ღალატი თუ რაიმე სხვა. შიდა პარტიული ინტერესი ხომ უპირატესია. როგორია დღეს საქართველოს ბრიტანეთს შორის ურთიერთობა? იმ ფონზე, რომ შეჩერებულია უორდროპის დიალოგი, ასევე კიბერუსაფრთხოების პროგრამა, გაუქმდა თავდაცვის მაღალი დონის მოლაპარაკებები. როგორია ქართულ და ბრიტანულ ბიზნეს შორის დღეს ურთიერთობები? იმ ფონზე, რომ ბრიტანეთი წლების განმავლობაში საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ლიდერი იყო. როგორ ესახება ბრიტანეთის ელჩს საქართველოში შექმნილი ვითარების შეცვლა და არჩევნები, როგორც ვითარების შეცვლის მექანიზმი. სათვალეში გთავაზობთ ექსკლუზიური ინტერვიუს ბრიტანეთის ელჩთან გარეთ უორდთან. Dear Ambassador Gareth, thank you so much. ბატონო ელჩო, დიდი მადლობა, რომ დღეს ხართ ჩვენი სტუმარი და თან ბევრი მიზეზის გამო ამ განსაკუთრებულ რეგიონში სამცხე-ჯავახეთში. ვიცი რომ უკვე ბევრი შეხვედრა გქონდათ. მოგვიყევით მათ შესახებ, ვიდრე იმ პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრებთ, რომელსაც მწვავედ განიხილავს დღეს საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. დიდი მადლობა ნინა მოწვევისთვის, ნება მიბოძეთ დავიწყო ქართულად. ნამდვილად ვიმყოფები აქ ახალციხეში პირველად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ვესტუმრები საქართველოს და საკმაოდ კარგად ვიცი საქართველოს, მაგრამ ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება არის და ძალიან მომეწონა და ვესტუმრე რაბათის ციხე და ეს რატომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მომავალ კვირას დაიწყება პირდაპირი ფრენა ლონდონიდან თბილისში და ჩვენ ველოდებით ახალ ნაკადს, ბრიტანელი ტურისტების ნაკადს და მე მინდა გავაკეთო პატარა რეკლამას, რათა ბრიტანელებმა ჰქონდეს ინფორმაცია არ მხოლოდ თბილისზე, მაგრამ ყველა საქართველოსზე და კარგი ამინდია, კარგი ხასიათი ვარ და დიდი სიამოვნებით ვისაუბრებთ სხვადასხვა თემებს. დიდი მადლობა, მოდით მეც ქართულად გიპასუხებთ. იმიტომ რომ თქვენი ქართული იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს აუდიტორიაში და მოსახლეობაში. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არაერთგზის მიგიმართავთ ქართულ ენაზე ქართული აუდიტორიისთვის და ეს ნამდვილად დასაფასებელია. აქვე ძალიან მოკლედ გადაუხვევდი ჩვენს სტრუქტურას და საიდან იცით ქართული ესე კარგად? ამის წინ რაც დავიწყე მუშაობა, ჩემი თანამდებობა აქ, მე მქავდა ორი მშვენიერი ქართველი მასწავლებელი ლონდონში და ეს იყო კარგი შესაძლებლობა. ამბობენ რომ ქართული ენა ძალიან რთულია, ვერ ვეთანხმები, ვმუშაობდი ვიეტნამში ელჩად და ვიეტნამური ენა ბევრად უფრო რთულია ვიდრე ქართული. მაგრამ ბოლო ჯამში, როდესაც ვისაუბრებთ პოლიტიკას და ეკონომიკას, ალბათ ინგლისურ ენაზე ცოტა უფრო ადვილი იქნება ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა. მართლა ვაფასებთ ამ თქვენს ძალისხმევას, რომ ქართულად მიმართოთ ჩვენ საზოგადოებას და მით უმეტეს ფრენები, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში და მოდით მეც გადავერთვები ახლა ინგლისურ ენაზე, იმისთვის რომ როგორც ვთქვით და ჩვენმა აუდიტორიამაც იცის, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი. განსაკუთრებით ბრიტანეთის ელჩთან და დიდი ბრიტანეთი გახდა ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური აქტორი. არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, ზოგადად დიდი ბრიტანეთი იყო კურსის განსაზღვრელი საუკუნეების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა ამერიკის მთავრობაში.
So I will switch to the English. მეც გადავერთვები ახლა ინგლისურ ენაზე. ის ფაქტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. არაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით, რადგან ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ტრანსპორტირება და მგზავრების გადაყვანა. მაგრამ სანამ საკუთარ დასკვნებს გამოვიტან, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყოველთვის მიაჩნდა ბრიტანეთი უმნიშვნელოვანეს პარტნიორად და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ასე მიიჩნევენ. მაგრამ მინდა თქვენ გკითხოთ, როგორ აღწერთ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დღევანდელ პარტნიორობას ბოლოდროინდელი ცვლილებებიდან გამომდინარე. მაგალითად, შეჩერებულია ორდროპის დიალოგი, ასევე კიბერუსაფრთხოების პროგრამა, გაუქმდა თავდაცვის მაღალი დონის მოლაპარაკებები, გართულდა ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან, მათთან, ვისაც საზოგადოების ნაწილი თვითგამოცხადებულ მთავრობას უწოდებს. მათ შორის მაკა ბოჭორიშვილთან, რომელსაც შეხვდით დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ. ასე რომ, ამ ფონზე, ჩემი შეკითხვა, როგორ აღწერდით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დღევანდელ ურთიერთობას? So the question is, how would you describe the UK and Georgian relationships for today? Thank you. You've listed ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები მნიშვნელოვანი და სერიოზულია და ამაზე ვისაუბრებ. მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ეფუძნება რამდენიმე აშკარა ჭეშმარიტებას, რაც ასეთად რჩება. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს მტკიცე, რათა შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. სურს გქონდეს ეკონომიკური მდგრადობა რუსეთის პირისპირ და მე ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ზეწოლის მთავარი წყარო და არა ერთადერთი წყარო. საქართველოს უნდა გქონდეს გამძლე დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეფორმების განხორციელებას ევროატლანტიკურ გზაზე. ასე რომ ეს კვლავ არის ჩვენი ურთიერთობის საფუძველი. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს და შესაბამისად საქართველოს სუვერენიტეტს. დიდ ბრიტანეთს სურს საქართველოსთან ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობა და ამაზე შეგვიძლია მეტი ვისაუბროთ. მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ შევაჩერეთ ურთიერთობების გარკვეული ელემენტები, დიალოგი მაღალ დონეზე და შევზღუდეთ პოლიტიკური კონტაქტი, რადგან ბრიტანელი მინისტრები ძალიან შეშფოთებულები არიან საქართველოში დემოკრატიის გაუარესებით. განსაკუთრებით მომიტინგეებთან დამოკიდებულებით და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობით. ასევე შეშფოთებულნი არიან კანონმდებლობის გამო, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და ართულებს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას. ამის გათვალისწინებით, ჩვენ შევაჩერეთ ზოგიერთი პროგრამა და თანამშრომლობა, მაგრამ მაინც ვესაუბრებით ერთმანეთს. მე როგორც ბრიტანეთის ელჩი ვესაუბრები ხელისუფლებას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს და სხვა მინისტრებს. მე ვხვდები ოპოზიციურ პარტიებს და მაქვს შეხვედრები საზოგადოებასთან. ეს ჩემი საქმეა, გავიგო რა ხდება ქართულ პოლიტიკაში. ავუხსნა ეს ლონდონს და ასევე გამოვხატო ბრიტანეთის პოზიცია. მე უნდა ვუზრუნველყო, რომ ჩვენ მოგვისმინონ და გარკვეულ დონეზე ეს არის ის, რასაც ვაკეთებ აქ, ახალციხეში. დღეს მქონდა შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან. ასევე შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სხვადასხვა პერსპექტივის მოსასმენად. რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოწვევები ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობაში. გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიის გზიდან გადახრასთან დაკავშირებით. მაგრამ გვინდა ვისაუბროთ და ვიმუშაოთ ამ გამოწვევებზე და გვინდა რომ საქართველოში დემოკრატია აღდგეს. გვინდა რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს. talk and work through those and we want democracy to recover in Georgia and we want Georgia's economy to succeed. Thank you so much. დიდი მადლობა. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მინდა გამოვყო. ერთ-ერთი არის ის, რომ მოლაპარაკებებისთვის საჭიროა ორივე მხარეს ჰქონდეს ლაპარაკის სურვილი. თქვენი პასუხის მიხედვით, სწორად გავიგეთ თუ არა, რომ ქართველ ოფიციალურ პირებს კვლავ სურთ თქვენთან ურთიერთობა. რადგანაც არიან სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ან დიპლომატები, რომლებიც ამბობენ, რომ ცდილობენ ურთიერთობას საქართველოს ოფიციალურ პირებთან, მაგრამ მათ უარს ეუბნებიან. But they were rejected. So
I can't comment on what's happened. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს სხვა დიპლომატებთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენ შევზღუდეთ ჩვენი კონტაქტები, ჩვენ არ გვაქვს მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები და დიალოგები მაღალ დონეზე. ჩვენ გვინდა აზრთა გაცვლა. მე როგორც ელჩს მაქვს ჩემი როლი. მე მივმართე მინისტრებს და მქონია კონტაქტი მინისტრებთან. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არის, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ჯერჯერობით საერთო ენა ვერ გამოვნახეთ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ნამდვილად ღირს ცდა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს წარმატებას მიაღწიოს და ეს ნიშნავს საქართველოში ყველა აქტორთან ურთიერთობას. All of the actors in Georgia. 6 or 7 months ago you have said that I hope 6 ან 7 თვის წინ თქვენ თქვით, რომ იმედი გქონდათ, რომ საქართველოს მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას არ მოახდენდა. რას ფიქრობთ დღეს? Georgian civil society is treated by the Georgian government. So I speak to representatives of civil society regularly. მე რეგულარულად ვესაუბრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ბევრი მათგანი გრძნობს ზეწოლას. ბევრი წუხს მათი ორგანიზაციების მომავალზე და ფიქრობს, რომ მათი მოქმედების არე იზღუდება. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ, რომ არსებობს შარშანდელი კანონი საგარეო გავლენის შესახებ, რომელიც ჩვენი აზრით არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ბოლო რამდენიმე კვირაში ახალი კანონები გაჩნდა, რომლებიც წავიკითხე, თუმცა დეტალურად არ შემისწავლია. ასევე მაწუხებს ის, რომ იზრდება ჯარიმები, იზრდება რისკი და იქმნება ატმოსფერო, რომელიც შიშს იწვევს სამოქალაქო საზოგადოებაში. ევროპის საბჭოს, EUTHO-ს გზავნილი და არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გზავნილი, არამედ საქართველოს ევროპელი პარტნიორების გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გვსურს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებას და წაახალისონ ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. To support civil society and encourage it. It's an essential part of a healthy democratic society. We're going to come back to the role of UK which was დავუბრუნდეთ დიდი ბრიტანეთის როლს, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ზოგადად სამხრეთ კავკასიისთვის. როგორც აღნიშნეთ, საქართველოს დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა და ორმხრივი პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკას არ გულისხმობს, არამედ ეკონომიკასაც. საქართველოში დიდი ბრიტანეთი პირდაპირ ინვესტიციების განხორციელების რეიტინგში წლების განმავლობაში წამყვან პოზიციებს იკავებდა. ამის გათვალისწინებით გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები ბიზნესის წარმომადგენლებთან ორივე მხრიდან და როგორია მათი წარმოდგენა შექმნილ გარემოზე. So you're absolutely right. Economic and commercial სრულიად მართალი ხართ. ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები ნამდვილად მნიშვნელოვანია და შეიძლება ფართოდ არ იყოს ცნობილი, მაგრამ სამი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში, საქართველოს ბანკი, TBC და Georgian Capital, ყველა ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი. და როგორც თქვენ ამბობთ, ყველაზე დიდი უცხოური საინვესტიციო ნაკადი საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან მოდის. ესენი არიან ძალიან ჯანსაღი, ფართო მასშტაბის ინვესტორები, რომლებიც იყენებენ ლონდონის ბაზრის უსაფრთხოებას და ამ არხს ინვესტირებისთვის დინამიურ ბაზარზე, რომელიც გახლავთ საქართველო. ასე რომ მე ვესაუბრები იმ ბიზნესების და სხვა ბიზნესების წარმომადგენლებს, ერთის მხრივ საქართველოში მიკროეკონომიკური საფუძვლები ძლიერია და ზრდა სტაბილურია და აქ არის ღია ეკონომიკა. ჩვენ ნამდვილად გვინდა რომ ასე გაგრძელდეს. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ინვესტირება ასევე დამოკიდებულია სტაბილურ პოლიტიკურ გარემოზე და პროგნოზირების შესაძლებლობაზე, ქვეყნის მიმართულებაზე, სტრატეგიულ მიმართულებაზე. სწორედ აქ გადაიკვეთება პოლიტიკა და ბიზნესი და ბიზნესმენებიც ამბობენ, რომ მათ სურთ საქართველოს მტკიცედ დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ეს არის მთავარი გზავნილი. უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მიისწრაფოდეს ევროპული სტანდარტებისკენ, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ევროპული ბიზნესის, აშშ-ის ბიზნესის ინვესტირებას საქართველოში. რადგან როგორც ვთქვი, ეკონომიკური მდგრადობა დამოკიდებულია დივერსიფიკაციაზე. თქვენ ვერ შეცვლით გეოგრაფიას, თქვენ რუსეთის საზღვარზე ხართ. რუსეთი უეჭველად იქნება საქართველოს ეკონომიკის ნაწილი. მომავალში რუსეთთან გექნებათ ურთიერთობა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც რუსეთს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტს მისცემს. შესაბამისად, ბიზნესმენებს, ვისაც ვესაუბრები, ყველა სურს, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნდეს. Let's get Georgia back on the Euro-Atlantic path. და თქვენი ხმა ისმის? ბიზნეს გულისხმობთ თუ მთავრობას? ორივეს. The UK's voice is one voice.
გაერთიანებული სამეფოს ხმა ერთი ხმაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს დამოკიდებულებას იზიარებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ამერიკელი პარტნიორები. ასე რომ ჩვენი ერთობლივი ხმა დარწმუნებული ვარ ისმის. საკითხავია, იქნება თუ არა საპასუხო რეაგირება ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ აქ ვართ, მუშაობთ საქართველოსთან და ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოში შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში და სამართლიანად. იყვნენ დამკვირვებლები ეუთოდან ბრიტანელი, ფრანგი, გერმანელი დამკვირვებლები, რომლებიც დარწმუნდებიან, რომ ეს არჩევნები ჩატარდება შესაბამისი სტანდარტებით. British, French, German observers making sure that those elections are held to a good standard. Thank you so much for mentioning the municipal elections, because this is the subject. დიდი მადლობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახსენეთ. ეს ის თემა, რომელიც ფართო დისკუსიის საგანია. არ არსებობს საერთო წარმოდგენა. უნდა ჩატარდეს თუ არა ის კონკურენტულ გარემოში, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში. უნდა ვილაპარაკოთ თუ არა ადგილობრივი არჩევნების შესახებ და თუ ვერ ვხედავთ ქართული ოცნების მზადყოფნას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, მაშინ ღირს თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვა. ჩემი შეკითხვა, თქვენი აზრით, რამ შეიძლება იქონიოს გავლენა და შეცვალოს ის რეალობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და რა როლი ექნება ადგილობრივ არჩევნებს ამ რეალობის შესაცვლელად? The municipal election in changing the reality. So I think there are two answers to that question. What is the role of ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე ორი პასუხი არსებობს. რა როლი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც საკმაოდ შეზღუდულია, რადგან საქართველო არის ეუთოს და ევროსაბჭოს წევრი და რადგან საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენი როლი არის ამ ორგანოების მხრიდან რჩევების მიცემა, მხარდაჭერა და ყურადღების გამახვილება. დამკვიდრებული პრაქტიკაა ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება არჩევნებზე ეუთოს წევრ ქვეყნებში. ჩვენ ვიმედოვნებთ და ველით, რომ ეუთოს დამკვირვებლები იქნებიან მოწვეული მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას. მეორე ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია. რა უნდა ქართველ ამომრჩეველს, რა სურთ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, რა სურს ხელისუფლებას. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის და მე ვერ დავარწმუნებ ამომრჩევლებს ან ოპოზიციას, ან მთავრობას მონაწილეობა მიიღონ თუ არა, ან როგორ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ დემოკრატია და მრავალპარტიული დემოკრატია დაფუძნებული არჩევნებზე და არჩევნებში მონაწილეობა საშუალებას აძლევს ხალხს მისი ხმა ყურად იღონ. ასე რომ ზოგადი გზავნილი ყოველთვის იქნება, რომ ამომრჩევლებმა მიიღონ მონაწილეობა, ხმა მისცენ, რომ მათი ხმა შეისმინონ. პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ და მათი პოლიტიკა აუხსნან საზოგადოებას. Participate, explain your policies to the public. Talking about the elections, the Salome Zurabishvili რაც შეეხება არჩევნებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისაუბრა რუსეთის გავლენის შესახებ საქართველოს არჩევნებში. როგორც ვიცი, თქვენ ხართ დიპლომატი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს რუსულ პოლიტიკას, რადგან მუშაობდით მოსკოვში, ასევე სანქტ-პეტერბურგში. სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდით რუსეთთან რუსეთში. ასე რომ დარწმუნებული ვარ, კარგად გესმით, როგორ მოქმედებს რუსული საინფორმაციო ოპერაციები, რომელიც მძლავრია ბევრი ქვეყნის მსგავსად საქართველოშიც. განსაკუთრებით კი იმ რეგიონში, სადაც ახლა ვართ, სამცხე-ჯავახეთში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული და წლების განმავლობაში რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური სამიზნე იყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად მდგრადია ქართული საზოგადოება რუსული დეზინფორმაციის მიმართ და არა მარტო ქართული საზოგადოება. რამდენად უსაფრთხოა ზოგადად ქართული საინფორმაციო გარემო, მათ შორის თქვენთვისაც, დიპლომატებისთვისაც. პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები, მათ შორის ნაკლებად საჯარო, რომ რუსული საინფორმაციო ან კიბეროპერაციების სამიზნე ზოგიერთი დიპლომატიც გამხდარა საქართველოში და მათი საინფორმაციო წყაროები საკმარისად არ იყო დაცული. თქვენ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ ამ კუთხით თავს საქართველოში? protected enough in Georgia in terms of the Russian informational operations? So let me start by saying that disinformation and Russian disinformation. დავიწყებ იმით, რომ დეზინფორმაცია და რუსული დეზინფორმაცია არის გამოწვევა დიდ ბრიტანეთში, ნატოში და ასევე საქართველოშიც. ნატომ ახლახან გამოაქვეყნა სახელმძღვანელოების ახალი ნაკრები დეზინფორმაციასთან გამკლავების შესახებ. ამ მეთოდებიდან ბევრი ეფუძნება დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას.
საჭიროა მრავალშრიანი რეაგირება. თქვენი საზოგადოება უნდა გახდეს მოქნილი, უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ მედია, ინფორმირებული გზით შეამოწმონ რესურსები. საჭიროა არსებობდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რათა დარწმუნდეთ, რომ ახალი ინფორმაციის მიღებისას არსებობს სათანადო წყარო, რომელიც უნდა შეისწავლოთ და შეაფასოთ. ასევე გჭირდებათ ჯანსაღი აქტიური დამოუკიდებელი მედია. ფიქრობ, რომ საქართველოში ეს ყველაფერი არსებობს. მით უმეტეს რომ იცით, თქვენს მეზობელს უკვე ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20% და აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. აშკარაა, რომ ისინი იყენებენ უამრავ საინფორმაციო მეთოდს ამ სივრცეში რუსული ენის გამოყენებით არჩევნების წინ და ეს ძალიან ნათლად დავინახეთ მოლდოვაში, სადაც წინასაარჩევნოდ რუსული დეზინფორმაცია და რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქები იყენებდნენ ტექნოლოგიებს, რათა ჩაეშალათ არჩევნები. ყველგან სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ საქართველოს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი ჯანსაღი აქტიური დამოუკიდებელი მედია გარემოთი. ამიტომ ვუჭერდით მხარს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში. ამიტომ უჭერდა მხარს საერთაშორისო საზოგადოება დამოუკიდებელ მედიას. ამ მომენტში მაწუხებს ის ნარატივი, რომ მედიისთვის უცხოური დაფინანსება ცუდია. ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთიდან მოდის ტოტალური დეზინფორმაცია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს შესახებ, რომელიც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ წინ ვწევთ ამა თუ იმ თემას საქართველოში. But there was the sub-question regarding the cyber security as well. შეკითხვა ასევე გულისხმობდა კიბერუსაფრთხოებას და კომუნიკაციების დაცულ ხაზებსაც. და ვინაიდან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის კიბერუსაფრთხოების კონკრეტული პროგრამა ახლა შეწყვეტილია, მინდა კიბერუსაფრთხოებაზეც მიპასუხოთ. Just I would like to ask you about the cyber security as well. So cyber security, of course, is essential. სულ ახლახანს ვაწარმოებდით წრთნებს, რათა დავხმარებოდით ქართულ კომპანიებს ეფექტურ რეაგირებაში კიბერშეტევების დროს. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან კიბერუსაფრთხოების სფეროში. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გააუმჯობესა თავისი კიბერუნარები და ეს კარგია. მაგრამ როგორც თქვენ თქვით, ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის მიმართულების ცვლით საქართველოში და გვინდა დავინახოთ დემოკრატიული უკუსვლის დასასრული, ჩვენ შევაჩერეთ მუშაობა. ფიქრობ, საქართველო მიცის, რომ მნიშვნელოვანია დაცვა საქართველო მიცის, სად არის საფრთხე, მისი საინფორმაციო და კიბერ ინფრასტრუქტურისთვის. ისინი მომდინარეობენ მათ შორის რუსეთიდან. ნატო მიცის, საიდან მოდის საფრთხეები, რადგან ნატოს აქვს ახალი სტრატეგია დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია რუსეთიდან მომდინარე საინფორმაციო საფრთხეებისკენ. Thank you so much. And you've been talking about the role of the media. თქვენ ბევრი ისაუბრეთ მედიის როლზე. იქედან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება აპირებს დაუწესოს ქართულ საზოგადოებას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას უამრავი შეზღუდვა, იღებს ახალ კანონებს, უფრო და უფრო რთულდება მუშაობა. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც პროპაგანდა, როგორც უკვე აღვნიშნე, ძლიერად მოქმედებს. დასავლური მხარდაჭერა წლების განმავლობაში არ იყო ისეთი ინტენსიური რეგიონული მედიის მიმართულებით, როგორც დედაქალაქში ბაზირებულების მიმართ. ზოგჯერ რეგიონული მედია თვლის, რომ მათ ძალისხმევასა და რესურსებს არასათანადო გარემო აქვს განვითარებისთვის. მაგალითად, როცა არჩევნების შედეგებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ საქართველოში ყველაზე დაუცველია რეგიონები და იქ საინფორმაციო უსაფრთხოება. ამავე დროს ქართული რეგიონული მედია მაუწყებლობა მუდმივად ცდილობს მოგვაწვდინოს ხმა, რომ ის მნიშვნელოვანია, რადგან მაუწყებლობა საქართველოში დღემდე ნომერ პირველი საინფორმაციო წყაროა და ასევე რეგიონული მედია ძალიან ახლოს დგას რეგიონულ აუდიტორიასთან. So that's a fair question or criticism. I think it's probably true that we as სამართლიანი შეკითხვაა თუ კრიტიკა. ვფიქრობ, ალბათ მართალია, რომ ჩვენ როგორც საქართველოს ევროპელი პარტნიორები დიდ ყურადღებას ვაქცევთ დედაქალაქს და საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ რეგიონებს. მინდა გითხრათ, დიდ ბრიტანეთში თუ გკითხავთ რეგიონულ მედიას რა მდგომარეობაა, ალბათ იტყვიან, რომ ფინანსურად რთული მდგომარეობაა. ზეწოლას განიცდიან, რადგან ძნელია კონკურენცია გაუწიონ უფრო კომერციალიზებულ ეროვნულ ჟურნალისტიკას. ძნელია კონკურენცია მთლიანობაში, ახალი სოციალური მედიის არხებთან და ასე შემდეგ. მაგრამ შემიძლია ასე ვთქვა, მართალია, რომ ყველანაირი პოლიტიკა ლოკალურია, რადგან საბოლოო ჯამში პოლიტიკა აქტუალური უნდა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ფიქრობ, იგივე შეიძლება ითქვას მედიაზეც. ყველა მედია ადგილობრივია იმ გაგებით, რომ თქვენ უნდა ისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუ მათი ჩართულობა გსურთ. მე ახლა უფრო მეც მოგზაურობ საქართველოში. საქართველოში ჩემი პირველი რამდენიმე თვე ძირითადად თბილისში ვიყავი.
მაგრამ სურს მეტი ვიმოგზაურო, რათა მეტად გავიცნო ქვეყანა. ფიქრობ ჩვენი მხრიდან მომავალ მხარდაჭერაზე, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ეს არის ჩვენი პოლიტიკა რეგიონში და გლობალურად. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ ორგანიზაციების მხარდაჭერაზე, რომლებიც მოქმედებენ რეგიონებში და იმ მედია ორგანიზაციებზე, რომლებიც უშუალოდ ესაუბრებიან რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, ზოგჯერ საკუთარ ენაზე. დიდ ბრიტანეთში ჩვენ ვართ მრავალენოვანი საზოგადოება, გვაქვს უელსური და შოტლანდიური დიალექტები და ირლანდიური დიალექტები და გვაქვს მედია ყველა ამ ენაზე. აქაც საქართველოში თქვენ მულტიეთნიკური ქვეყანა ხართ და ლოგიკურია რომ გექნებათ მედია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. Armenian and in Azerbaijan. Yeah, right. So the journalist you are talking to also represents the multi-language and multi-ethnical media outlet which also talks in Armenian. მართალია, მაგალითად მეც წარმოვადგენ მედიას, რომელიც ასევე ესაუბრება აუდიტორიას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. გლობალურ პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ, თუმცა გლობალიზაციის პირობებში სამყაროში თითქმის აღარაფერია იზოლირებული გავლენის მქონე. მაგალითად, თეთრ სახლში რაც ხდება, გარკვეულ დონეზე მოქმედებს ახალციხის მოსახლეობაზეც. მაგალითად, USAID-ის პროექტებით შემიძლია მოვიყვანო. ამიტომ მინდა გკითხოთ, გლობალურ წესრიგში განხორციელებული უზარმაზარი ცვლილებების შემდეგ დიდი ბრიტანეთის როლი კიდევ უფრო გაიზარდა და რაც შეეხება უკრაინას, თქვენი მხარდაჭერა, თქვენი როლი და განცხადებები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აკეთებს, დიდ იმედს აძლევს ხალხს, არა მხოლოდ უკრაინაში. ამ მიმართულებით რა გზავნილი გაქვთ მოსახლეობისთვის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას და რომელსაც სურს დაინახოს სამართლიანი გამოსავალი. So achieving a fair and sustainable peace in Ukraine. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობის პირველი პრინციპია არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. ასე რომ უკრაინა უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების დროს, უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და საბოლოოდ უკრაინა გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა შეთანხმება. ასე რომ ეს კარგია უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა ასევე კარგი იქნება ევროპისთვის. რადგან ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აღარ დაბრუნდება, როგორც ეს არაერთხელ ვნახეთ ბოლო 2 წლეულის განმავლობაში. თავიდან იწყებს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევით, იყენებს სხვადასხვა ტიპის იარაღს, კინეტიკურს თუ ჰიბრიდულს. შესაბამისად, საქართველოსთვისაც ასევე მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. არის კიდევ რამდენიმე რამ, რაც აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ. ვემხრობით აშშ-ის რუსეთსა და კიევს შორის დისკუსიებს, რათა ეს მოლაპარაკებები მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროპა გაძლიერდეს ნატოს მეშვეობით. როგორც ხედავთ, ჩვენ მეც ვხარჯავთ ამისთვის და ნატოს ბევრი სხვა ევროპული წევრი ქვეყანაც იგივეს აკეთებს. ჩვენ მხარს ვუბამთ საფრანგეთის ძალისხმევას, რათა შევთავაზოთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს უსაფრთხოების გარანტია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა. ჩვენ გვინდა, რომ აშშ ამ პროცესში ჩართული იყოს. ასე რომ პირველი გზავნილი არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. მეორე არის ის, რომ აშშ გადამწყვეტია ამ პროცესში. მესამე გზავნილია, რომ დიდი ბრიტანეთი აქტიურია, ლიდერობს და მხარს უბამს ფრანგულ და ევროპულ რეაგირებას. და ჩემი მეოთხე გზავნილი იქნება ის, რომ ბევრი რამ, რისთვისაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ბრძოლაში, სუვერენიტეტი, შესაძლებლობა, რომ რუსეთი ვერ დაემუქროს, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამიტომ გვინდა, რომ ევროპის უსაფრთხოების მომავალმა არქიტექტურამ ნებისმიერ ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა აირჩიოს თავისი ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორები, მესამე მხარის ზეწოლის გარეშე, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა. Without pressure from a third party, whether that's Russia or someone else. Thank you so much. You actually ჩვენი ინტერვიუს დასასრულს მინდა გკითხოთ ნატოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. რადგან დიდი ბრიტანეთი რუმინეთის საელჩოსთან ერთად ნატოს ოფიციალური საკონტაქტო საელჩოებია საქართველოში. როგორი იქნება ნატოს-საქართველოს ურთიერთობა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაზეც დღეს უკვე ვისაუბრეთ. have already discussed for today. So as you mentioned, the UK and Romania are contact point embassies for როგორც თქვენ აღნიშნეთ, დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი არიან ნატოს საკონტაქტო საელჩოები აქ საქართველოში. ჩვენ ვიყავით საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ძლიერი მხარდაჭერები ბოლო 15 წლის განმავლობაში. ფიქრობ, რაც ამ მომენტში ცხადია არის ის, რომ ნატო იცავს თავის მოკავშირეებს, მაგრამ ის ასევე ითვალისწინებს ღირებულებებს.
ჩვენ გქონდა მკაფიო მსჯელობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია ნატოსთვისაც. ის პრობლემები, რომლებზეც ადრე ვისაუბრე, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სირთულეები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვისაც. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ნატოს აქვს საქართველოსთან აქტივობის სპეციალური პროგრამა. საქართველოს ნატოს სპეციალური პროგრამა SNGP. ეს პროგრამა მოქმედებს საქართველოში შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ჩვენ გვინდა რომ ის გაგრძელდეს, მაგრამ გვინდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ცხადია, ისეთ გარემოში, ისეთ უსაფრთხოების გარემოში, როგორიც ევროპაშია. ეს ნიშნავს, რომ ყველამ მეტი უნდა დახარჯოს საკუთარ თავდაცვაზე. ეს მოიცავს დიდ ბრიტანეთს, მოიცავს გერმანიას, მოიცავს საქართველოსაც. ასე რომ ეს არის ის, რაც ჩვენ მომავალში უნდა დავინახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიღებს რეფორმების განხორციელების ვალდებულებას, ნატოს მიმართულებით და კვლავ აიღებს ვალდებულებას იყოს იმ ქვეყნების ჯგუფის ნაწილი, რომლებმაც იციან, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპის უსაფრთხოების დაცვა. Thank you so much. And the last question. და ბოლო კითხვა გპირდებით. თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მინისტრები. რამდენად განიხილავს, აპირებს გაერთიანებული სამეფო იმის აღიარებას, რომ ეს გუნდი საქართველოს მთავრობაა. თუ ეს უკვე უთქმელად მოხდა. მაკა ბოჭორიშვილის ელჩ დანიგანთან შეხვედრის შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა დასავლური სამყაროს მიმართ. რა სიტყვით დიდი ბრიტანეთის შესახებ? So what about UK? There's a legal answer to this question. The UK recognizes Georgia. ამ კითხვაზე კორექტული პასუხი იქნება, რომ დიდი ბრიტანეთი აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ასე რომ მე ვარ აქ როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოს სახელმწიფოში და შეძლების დაგვარად ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ ურთიერთობების გაუმჯობესება. გვინდა ვიხილოთ მეტი პოლიტიკური კონტაქტი, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან ეს რომ მოხდეს, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ სტანდარტებს. A return to democratic standards for that to happen. დიდი მადლობა. სათვალე დასრულებულია. გმადლობთ რომ გვიყურებთ. დროებით.